ვის ეხება ევროპული სანქციები, ყველა დიპლომატიური პასპორტის და ასევე სამოხელეო ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტის მფლობელს შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზის აღება მოუწევს. ამასთან ვიზის აღება მათ იმ შემთხვევაშიც დასჭირდებათ, თუ ევროპაში შესვლას სტანდარტული პასპორტით შეეცდებიან. თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ვიზის გაცემა ლურჯი პასპორტების მფლობელებისთვის არ მოხდება სტანდარტული პროცედურებით და დეტალურ მონიტორინგს დაექვემდებარება როგორც მათი კონკრეტული მოგზაურობის მიზანი, ასევე ევროპაში არსებული აქტივები და უძრავი ქონება ასეთის არსებობის შემთხვევაში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უცვლელად დარჩება ყველა სხვა მოქალაქისთვის და ქართველი ხალხი ამ სიკეთით სარგებლობას შეუფერხებლად გააგრძელებს. ზურა პეტროსიანი ესაუბრა იმ ჩინოვნიკებს, ვისაც ევროპაში შესასვლელად უკვე ვიზები დასჭირდებათ, ზურა ვის ეხება ეს შეზღუდვები და როგორ უყურებენ ეს ადამიანები ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებას. მიშა, დიპლომატიური პასპორტის მფლობელების სია არის საკმაოდ გრძელი და თუ ჩვენ მანამდე გვეგონა რომ ამ სიაში იქნებოდნენ მაგალითად უმაღლესი რანგის წევრები, აღმოჩნდა რომ აი ქართული ოცნების მმართველობის 12 წლის თავზე ეს სია ისე გაფართოებულა რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელების რიცხვში არის შესული არა მხოლოდ სამინისტროების, მაგალითად მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, არამედ უფრო ქვედა რანგის თანამშრომლებიც და მათ შორის დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ სხვადასხვა რეგიონის გუბერნატორები, მათი მოადგილეები, ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. საერთოდ სია არის საკმაოდ დიდი და ბუნებრივია მის ჩამოთვლას ახლა არანაირი აზრი არ აქვს, თუმცა ის რომ აი ეს შეზღუდვები, რომელიც დაუწესდება დიდი ალბათობით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს, შეეხება ძალიან ბევრ ჩინოვნიკს ყველა დონეზე და რა თქმა უნდა მათი ოჯახის წევრებსაც, რომელთა ნაწილიც ასევე არის აი ამ დიპლომატიური პასპორტის მფლობელები და შეზღუდვები შეეხება არა მხოლოდ აი ამ ქვეყნებში შესვლას, უვიზო შესვლას, არამედ როგორც უკვე აღინიშნა, მათ შეექმნებათ პრობლემები სტანდარტული ვიზის აღების შემთხვევაშიც და ასევე აი ამ სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში პრობლემები ექმნება როგორც ფინანსურ, ასევე ბიზნეს საქმიანობასაც, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელების, არამედ ასევე მათი ოჯახის წევრებისა, ისე ცალკე უნდა აღინიშნოს, როგორც თქვით, სია არის საკმაოდ ვრცელი და ის რა თქმა უნდა მოიცავს უმაღლეს რგოლებს, როგორც არის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ზოგადად პარლამენტის წევრები, რა თქმა უნდა ამ სიაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და ბუნებრივია დიპლომატები, თუმცა აი ამის მიღმა სია არის იმდენად დიდი, რომ ის მოიცავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არა მხოლოდ მაღალჩინოსნებს, არამედ სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებს, ასევე თავდაცვის სამინისტროს, ასევე რა თქმა უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვადასხვა რწმუნებულებს, გუბერნატორებს, მუნიციპალურ მერებს და ასე შემდეგ, მოკლედ ყველა ეს ადამიანი სარგებლობდა სწორედ აი იმ პრივილეგიებით, რომელსაც მათ ანიჭებდა ეს დიპლომატიური პასპორტი. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ასევე დიპლომატიური პასპორტის მფლობელები იყვნენ როგორც უზენაესი სასამართლოს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე უზენაესი საბჭოს წევრები და სწორედ მოსამართლეებს ვესაუბრეთ ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, რომლებიც ასევე დიპლომატიური პასპორტის მფლობელები არიან და მათი ნაწილი ღიად ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბარში, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს სანქციები შევა ძალაში, ბუნებრივია ეს იქნება მძიმე გადაწყვეტილება როგორც მათთვის პიროვნულად, ასევე ზოგადად ინსტიტუციისთვისაც და ამას დიპლომატების უკაცრავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი აღიქვამს, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა საუბარი, ამბობს, რომ ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას ასეთი სანქციების შესახებ და მოსაზრებას და ზოგადად იმას თუ რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში თუ მოხვდებიან ამ სანქცირებულთა სიაში, ამას უკვე მოგვიანებით იფიქრებენ. თქვენ ფლობთ თუ არა დიპლომატიურ პასპორტს, ვინაიდან მითითებული არის, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ის? დიახ, ყველა მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს დიპლომატიური პასპორტი. რადგანაც ახლა საუბარი არის სანქციებზე, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი სანქციები აქვს ქვეყნის დიპლომატიურ პასპორტებს. რა გითხრათ ხო? თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა თქვენი და თქვენი კოლეგების საქმიანობასაც უკავშირდებოდეს? არ მგონია მოსამართლის გადაწყვეტილება, როდესაც არის დასაკუთრებული უკავშირდებოდეს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ზოგადად მე ვფიქრობ ქვეყნისთვის და არა მხოლოდ თითოეული ინდივიდისთვის. ვიცით რომ სანქციები მზადდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის. თქვენ როგორ უყურებთ ამას? მე ვერ გავაკეთებ ჩემო კარგო, იცით ჩემზე კარგად, რომ ამ საკითხზე არ უნდა უსვავდე მოსამართლეს ეხა შეკითხვას. ესმის ინტერესი, მაგრამ ეს თემები მოსამართლესთან კითხვა დასასწრელი ნამდვილად არა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა მათ შორის თქვენს პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს? აი ამ სანქციებულთა სიაში მოხვედრა. ვერ გეტყვით ახლა მე დიდად ამას ასე არ უყურებ, მე ჩემს საქმიანობას ვახორციელებ.
ის რომ ამ სანქციების გამო შესაძლოა ამ ქვეყნებში ვიზიტი შეგეზღუდოთ, არის თუ არა თქვენთვის დიდი შეზღუდვა? ანუ შეზღუდვა როგორ არ არის, მაგრამ ამოწდება რა განიცე. რას შეიძლება უკავშირდებოდეს თუ ამ სანქციებულთა სიაში მოხვდებით თქვენს? რომ ეკნება ინფორმაცია, მე დავიწყებ მაგაზე ფიქრს შეჯერობით. არ მაქვს მაგაზე შესაძლებლობას. დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს თუ დაუწესდება სანქციები, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში ვიზიტები შეგეზღუდებათ თქვენ. კი ბატონო, ალბათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თუნდაც აი საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ეხება არჩევნებთან დაკავშირებით? ჯერ არ მაქვს ინფორმაცია და როგორ გეტყვით ამ მაგაზე პასუხს. აი ესეთი არის იმ პირთა პასუხი, რომლებიც დიდი ალბათობით სანქცირებულთა სიაში იქნებიან, ის რომ სანქციები არის გარდაუვალი, ამაში ეჭვი არავის ვიპარება, რამდენ ადამიანს შეეხება, ეს ჯერჯერობით უცნობია, ზოგადად რთული არის იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანი ფლობდა ქართული ოცნების მმართველობის აი ამ პერიოდში დიპლომატიურ პასპორტს, მათი რიცხვი სავარაუდოდ 800-მდე უნდა იყოს, თუ ამ ჩამონათვალს გავყვებით, რომელსაც ჰქონდათ პრივილეგია, სწორედ დიპლომატიური პასპორტით სარგებლობას, ასევე ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით იქნება ეს სანქციები დაწესებული. თუმცა ის რომ შეზღუდვები შეეხება როგორც ამ ქვეყნებში ვიზიტს, ასევე გარკვეული ტიპის ფინანსურ თუ ბიზნეს საქმიანობას, ეს უკვე ცხადია.